წუთი სოფელი და ყველა მისი მოყვარული ჰგავს კაცს, რომელსაც გამძვინვარებული სპილო გამოეკიდა და საშინელი უფსკრულის პირას მიიმწოდია. კაცი უფსკრულში ჩავარდნისას ორ ტოტს გამოედო. ეს ტოტები უფსკრულს გადახურებდა. მოეჭიდა მათ და ფეხიც მოიმაგრა. მიმოიხედა და ორი თაგვი დაინახა, ერთი თეთრი და ერთი შავი. ისინი დაუცხრომლად ღრნიდნენ იმ ხის ფესვებს, რომელზეც თავად ეკიდა. ჩაიხედა უფსკრულში და პირდაღებული ურჩხული შენიშნა. ურჩხული მის ჩავარდნას ელოდა და ჩასაყლაპავად გამზადებულიყო. ხოლო იმ რტოების ხვრელებიდან, რომელზეც ფეხი ედგა, 4 ასპიდს გამოეყო თავი. შემდეგ ტოტებს შეავლო თვალი. მცირედი თაფლი შენიშნა და მას შეექცა. მოიხიბლა მისი გემოთი და გაიტაცა მისმა სიტკბოება. დაივიწყა განსაცდელი, რომელიც ასპიდთა კბენით მოელოდა. არც რტოთა გადატყდომა აწუხებდა. თაგვები კი შეუჩერებლივ ღრნიდნენ ხის ძირებს. პირდაღებული ვეშაპიც გადაავიწყდა. მოუთბენლად რომ ელოდა მის ჩაყლაპვას. ამისი აზრი ესაა. სპილო სიკვდილის სახეა, რომელიც ყველა ადამიანს თან სდევს. უფსკრული ბოროტებითა და უამრავი განსაცდელით ახსავსე წუთი სოფელია. ორი ტოტი ადამიანის სასიცოცხლო დღეებია. თეთრი და შავი თაგვი დღე და ღამე, რომლებიც შეუჩერებლივ და სწრაფად ლევენ კაცის ცხოვრებას. 4 ასპიდი ის 4 ნივთიერებაა, რომლითაც კაცის გვამია აგებული და ერთმა მათგანმაც რომ შემოუტიოს, სიცოცხლეც დასრულდება. ვეშაპი კი პირდაღებული რომ მოელის კაცის ჩაყლაპვას, ჯოჯოხეთის სახეა. ხოლო მცირედი თაფლი ამ სოფლიური წუთიერი სიამოვნებებია, რომლითაც შეიქცევს და შეიტყუებს ხოლმე ეს სოფელი კაცს და აცდუნებს ხოლმე ხრწნადი სიტკბოებით.